Salami Levan. გამარჯობა. დღეს ცოტა რთულ თემაზე თუმცა არ რთულზე როდის ვლაპარაკობ, ყოველთვის რთულზე ვლაპარაკობ. Mhm. მე ბევრჯერ დამიტია ჩემს Facebook გვერდზე პოსტი ისეთი შინაარსით, რომ არ მჯერა, რომ ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია და მისი სურვილით არის გაზიარებული მის გვერდზე. მაგრამ ეს პოსტები ადრე ეხებოდა მხოლოდ ანუ საქართველოს შიდა და უკრაინის შიდა პოლიტიკას და ახლა უკვე გასცდა საზღვრებს და ბოლოს რო დაიწერა უკრაინულად ანტიამერიკული პოსტი ეს უკვე საგანგაშო მგონია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს და მით უმეტეს ისეთ გულშემატკივარს, რომელიც მუშაობს რამენაირად მაინც მის თავისუფლებაზე, უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი ადამიანი დღეს და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს იმის ძალა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხოს და მოახდინოს, არის კერძოდ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. და როდესაც შენ თავს სააკაშვილის მომხრეს ეძახი და ეს არ გესმის ჯერ ამაში ძალიან რაღაც დიდ ფსიქიკურ აშლილობას ვხედავ ეს ერთი და მეორე პირადად შენ თუ ხარ რაღაცა კერძოდ შენი არა ტრამპისტი ხარ პირადად რატომ უნდა გააკეთო ასეთი რაღაცა და მის გვერდზე რატომ უნდა დადო ასეთი პოსტი ამაზე ვილაპარაკოთ ჯერ და მე ვილაპარაკოთ იმაზე თუ ანუ ამერიკის საელჩოს ან ტრამპის ადმინისტრაციას ან დანარჩენებს ვინც გვადევნებს თვალს რა რეაქცია შეიძლება და უნდა კონდეს ამაზე ხო, ნამდვილად ძიმე თემაა დაგეთანხმები. ჩემთვისაც ძალიან ძიმე თემა არის, ალბათ ჩემთვისაც და საქმე რა არის, იცი? ამ საკითხს აქვს ორი განზომილება. შენ ერთ განზომილებას შეეხე, ეს არის წმინდა უტილიტარული, ანუ გამოყენებითი მნიშვნელობის, ხო? აი დღეს ესე უნდა მაწყობდეს და ასე უნდა მოქმედებდე. ნუ კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ პოლიტიკისთვის დღეს ნორმალურია ვთქვათ, ხო, ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, ხო, მე შევესწრებთ მარტივი ენით ვილაპარაკო, ხო, დღეს ტრამპის ადმინისტრაციას ჯობია მოეფერო, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს შენს გათავისუფლებას. მარტივად რო ვთქვათ. თან ამის მაგალითები გვაქვს იმავე ბელარუსში, ხო, ხედავთ რომ რაღაცა ქმედებების სანაცვლოდ ამერიკამ მიაღწია იმას, რომ თავარი პოლიტიკური პატიმრები ბელარუსის ხო ყველაზე უფრო მთავარი პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებულები არიან. შესაბამისად უნდა იყოს თუნდაც აი ესეთი უტილიტარული, ანუ წმინდა გამოყენებითი ხასიათის მიდგომა, ხო რომ ჯობია, მაგრამ საკითხს აქვს მეორე განზომილება და ეს არის უკვე ღირებულებითი თემა არის და აქ კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე, ჩემი აზრით, ამ პოსტში, იმიტომ რომ ვინც ნახა და წაიკითხა ეს პოსტი იქ ტრამპის ადმინისტრაციაზე საერთო სიტყვა არც კი არა არა, მაგრამ როდესაც შენ დღეს ხარ არა, უფრო ანტიამერიკელი, უარესათაა, ავტომატურად ანტიტრამპისტი. ელისო, უფრო უარესათაა იქ. მაგას ვამბობ, უფრო უარესათაა. იქ არის მითითება იმაზე, რომ ამერიკელები ნებისმიერ შემთხვევაში გადაგაგდებენ. აი დაახლოებით აი ესეთი აზრია გატარებული და მოყვანილია მაგალითი 1973 წლის როდესაც ამერიკელები გავიდნენ სამხრეთ ვიეტნამიდან და სამხრეთ ვიეტნამი ერთ-ერთზე დატოვეს ჩრდილო ვიეტნამთან ვიეტნამის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე თქვათ ეს არის იმის მაგალითად მოყვანილი რომ ამერიკელები ყოველთვის გადაგაგდებენ. აი თან სპეციალურად ეს დაიწერა უკრაინულად და ნუ არ ვიცი ახლა კი ბატონო ვიღაცას შეიძლება გული მოფხანა, მაგრამ გულის ფხანასთან დაკავშირებით მე ილია ჭავჭავაძის ცნობილ გამონათქვამებთან გადავამისამართავდი, აი ეს გულის მოფხანვისთან და მკერდის მოფხანვის ამბებს. ჩემი აზრით ეს არის ძალიან არასწორი პოზიცია. ჩემი აზრით ეს არის დამხუპველი, ძალიან მაპროვოცირებელი.
აა დიდი დიდ ასე ვთქვათ მიზანსაც მე მგონი ვერ მიაღწია, იმიტომ რომ არც თუ ისე დიდი გამოხმაურება აქვს ამ პოსტს, თქვენ რომ შეხვიდეთ და ნახოთ, გნებავთ ნახვებით და გნებავთ მოწონებებით და გნებავთ კომენტარებით, რომ შეაფასოთ, არც თუ ისეთი დიდი ისა აქვს, ხო? და რას მივაღწიეთ? მივაღწიეთ იმას და ზუსტად იმის მეორე დღეს იყო ზაზა შათირიშვილის ტირადა, ესე იგი ესე იგი ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, რომელიც სინამდვილეში არის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია, აი მათი მთავარი მოლაპარაკე პირის, ერთ-ერთი მთავარი მოლაპარაკე პირის, ზაზა შათირიშვილის ტირადა, დაახლოებით იმავე შინაარსის მატარებელი, რომ ამერიკელები არასანდო ხალხია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა სურათს ხედავს აქ მიუკერძოებელი დამკვირვებელი? მე საქართველოს. ვიტყვი რას ნიშნავს ეს სურათი. ეს სურათი ნიშნავს იმას, რომ ვინც ეს პოსტი დაწერა და ვინც ეს პოსტი მიშას გვერდზე დადო, იმან მიშა გახადა კოცი. ხო, ყოველ შემთხვევაში, აი წარმოიდგინეთ, ბიზნეს პოლიტიკის ბანაკში ჩასვა. ერთი წამით მე აუცილებლად შევეხები ამერიკის საელჩოს საკითხსაც, შენ კითხვაში ხო, ეს მეორე საერთოდ ნაწილში გვექხო. კი, მაგაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი წამი წარმოვიდგინოთ, აი სულ ერთი წამი წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში იმყოფება, ან შეიძლება არ იმყოფება, მაგრამ ყოველდღიურად ეცნობა საქართველოს ამბებს ვიღაცა გარეშე დაინტერესებული პირი, ოღონდ ნეიტრალური ადამიანი. ის არც ვთქვათ, ამ ხოცებისკენა, არც ნაცებისკენა, არც იმათკენარი, არც ამათკენარი, უბრალოდ აინტერესებს. დაუშვათ, რომ ის არის მკვლევარი, რომელიღაცა ევროპული უნივერსიტეტის და აინტერესებს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა. მოდი აი ესეთი ინტელექტუალური ამოცანა დაუსვათ ჩვენ თავს. რას დაინახავს ის და რა შეფასებას მიცემს? ის იმას, რასაც ის ხედავს საჯარო სივრცეში. რომ ერთის მხრივ არის აღვირახსნილი ანტიდასავლელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, დღევანდელი პაპუაშვილის განცხადებები საერთოდ საწავიდა, რა დაუკრეფავში წავიდა, უნდა ნახოთ. ეს უკვე ჩემთვის საინტერესოც კი ხდება, აი სანამდე მივა რა, უბრალოდ საინტერესოა ეს ყველაფერი. და მეორე მხარეს რას ხედავთ? ერთის მხრივ, ესე იგი, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ფლანგზე, ხო, ეგრეთ წოდებული რატო? სინამდვილეში ეს უნდა იყოს ეროვნული მოძრაობა და არ შეიძლება რუსულ საოკუპაციო ადმინისტრაციას ყავდეს ოპოზიცია. რუსული საოკუპაციო, ხო, იმისი ოპოზიცია უნდა იყოს ისევ რაღაცა რუსული ოპოზიცია, ხო? როგორც არის, ასე არის ლევან. შენ თუ ხარ ქართული პოლიტიკური ორგანიზაცია, ან ორგანიზაციები, შენ უნდა იყო არა ოპოზიცია, არამედ ეროვნულ გამათავისუფლებელი. კი, იმიტომ რომ რეჟიმში შეუძლებელია რომ აი, ეხლა ვინც ამ ფლანგზე აპოზიციონირებს თავის თავს? რამდენად კარგად ვინც თulis რომ ის ამ ფლანგზე არის, ხო? აბა ერთი იმად გადავხედოთ, აი ესე რა. და გადავხედოთ მაგალითად იმას რა ქვია, აი 4 ნომერს ვეძახიან. ჯერ კიდე გუშინ წინდელი ნაცები რა, 4 ეს როგორ ქვია, სიახლის კოალიცია თუ ახლები თუ სიახლე თუ როგორც არის რა. აი ისა 4 20 მეთქი 20 გამხარ ხო არა. ხო. ვთქვათ ეს ხო? ისინი მედასავლეთეები არიან, ამბობენ და განცხადებებში ჩანს, რომ მედასავლეთეები არიან, მაგრამ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე მედასავლეთე იყო ბიძინა 2012-ში. არა, მოდი კონსტატაცია გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხო ესეთ გონებრივ ექსპერიმენტს ვატარებთ. თითქოს ვართ დამკვირვებლები, სხედვართ, არ ვიცი, გიოტინგენის უნივერსიტეტში მაგალითად და იქიდან ვაკვირდებით. ხო ესე. აქ რა ხდება რა? არის აი ვიღაცა 4 ნომერია. ესენი ამბობენ, რომ მე დასავლეთეები ვართ, ტრამპის ადმინისტრაცია მიუღებელია, ხო, პრინციპში რა, ევროპელებისთვის გასაგები პოზიცია თვითონაც ეგრე არიან. უმრავლესობა, ხო ასეა რა? ოკეი. კიდევ ვინ არიან იქ? რაღაცა იქ თავისუფლების მოედანი, ვიღაცა პატარ-პატარა პარტიები, ხო? ამათ ეგენიც სადღაც მანდარიან.
ესე იგი, თითქოს მედასავლეთები არიან, მაგრამ მათთვის მიუღებელია ტრამპის ადმინისტრაცია. ამას ღიად ამბობენ, თავის პოსტებში წერენ და ასე შემდეგ. ხო, არის ეგრეთ წოდებული მთავარი ოპოზიციური ძალა, ის თავის თავს დღემდე ასე უწოდებს ნაციონალური მოძრაობა. აბა მოდი შევხედოთ ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებს. ხედავ, აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია. მის ლიდერები, აი წელს უკვე მესამე თუ მეოთხედ იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ ვიღაცას ხვდებიან, მათ შორის უმრავლესობის წარმა, აი იმასაც კი შეხვდნენ, რა ქვია, სენატში უმრავლესობის ლიდერს თვონს. თითქოს ესენი ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე არიან, ხო? მაგრამ ბრალხდა ჩვენ ყველამ ვიცით საქართველოსი ვინც არის დაინტერესებული, რომ ამ პარტიის რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და ის წერს პოსტს, სადაც ის ამბობს, რომ ამერიკელები არიან გადამკვიდები. ეხლა მე თუ არ ევროპელი დამკვირვებელი კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო? ამერიკელი ხარ საერთოდ? ჯერ ევროპელი უფრო ნეიტრალური ავიღოთ, ხო? ჩემს თავში იწყება რაღაც კოგნიტური დისონანსი იწყება, ხო, რა ხდება, ისინი იმას არ უთანხმებენ, რა ხდება საერთოდ, როგორ და რანაირად. დავტოვოთ ეხლა ეს ჩვენი გარე დამკვირვებელი ევროპელი პროფესორი ცოტა ხანი თავის კოგნიტურ დისონანსთან და გადმოვინაცვლოთ ამერიკის საელჩოში თბილისში. მე ადრეც მithქვამს, არ ვიცი შენს ეთერში ვთქვი თუ არა, თუ არ ვთქვი, კიდე გამეორება ცოდნის დედა ამ შემთხვევაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტაფში საქართველოში მე ვარაუდობ, რომ სხვაგანაც, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით შეხება მქონია და ვიცი უბრალოდ რაზეც ვსაუბრობ. საზოგადოებასთან ურთიერთობა და პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის ყველაზე უფრო მსხვილი, მრავალრიცხოვანი მეგულისხმობ და იქ დასაქმებულია დაახლოებით 40-მდე ადამიანი. და მათი საქმე არის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში, ესე იგი, მოქმედი ყველა საზოგადოებრივი აზრზე გავლენის მქონე, ხო, აი opinion maker-ები, რასაც ქვია, მით უმეტეს decision maker-ები, ანუ გადაწყვეტილების მიღები ადამიანები, მათი განცხადებების მონიტორინგი, არა მხოლოდ ტრადიციულ მედიაში გაკეთებული განცხადებების, ხო? არამედ სოციალურ მედია, იმიტომ რომ ეს უკვე ერთიანი სივრცეა, ხო? სოციალური მედიაც არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, საიდანაც ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, ხო? მათ შორის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. ასე რომ ისინი აი ამ მონიტორინგს ახორციელებენ ყოველდღიურ რეჟიმში ხას უსვავ. ეთება კრეფსი და იგზავნება შესაბამის დეპარტამენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის განყოფილებაში, ანუ ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იგივე, ხო? და კიდე ყოველკვირეული დაიჯესტები კეთდება აუცილებლად და იქ ყველაზე უფრო მთავარი და ის რაც არის, ის გამოკვეთილად, ასე ვთქვათ, აი წითელი ხაზგასმით მიდის სახელმწიფო დეპარტამენტში. ეხლა დიდი, ასე ვთქვათ, აზრის გიგანტობა არ ჭირდება იმას, რომ სააკაშვილის ეს პოსტი აუცილებლად მოხდა როგორც ყოველდღიურში, ისევე ყოველკვირეულში. და დარწმუნებული ვარ, ყოველთვიურ თუ ყოველკვარტალურ ანგარიშიც მოხდება ის. აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ხო, რომელიც პირდაპირ ამერიკას ეხება. ეხლა მე თვითონ ვარ ამ პარტიის არარიგითი მხარდამჭერი ვარ, პოლიტსაბჭოს წევრი ვარ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, არავის იქიდან არ გამოუბრძანები ვარ, იქ ვირიცხები ჯერჯერობით და ვარ პირადად მიშა სააკაშვილის ამომრჩეველი მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასოდეს ცხოვრებაში ხუთიანის მეტი არაფერი არ შემოუყვანს. რიგითი კიდევ ერთხელ ვამბობ, მე უბრალოდ რიგითი არ ვარ ამ შემთხვევაში თქო. ხაზგასმას იმიტომ ვაკეთებ და იმიტომ ძალიან ჩემთვის არის ძალიან რთული დღეს ეხლა იმაზე საუბარი, რაზეც საუბრობ, ხო? მაგრამ აი ამაზე დიდი ტრობა ვინც ეს პოსტი დაწერა, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიშას დაწერილი არ არის.
ანუ ამაზე ჩვენ დიდი ვფიქრობთ დაახლოებით ვიცით ნუ ვისი არ ვიცი, დაწერილია და არა, მოდი, რამდენად მოდი. კორექტულად გაჩნია რომ გავაჟღეროთ სახელები და არა, ხო. არა, არა, არა. მე არ ვიცი და ხო ზუსტად სანთელი არ ჩემჭერია, არც მე მჭერია და არ ვიცი ზუსტად, ხო? ამიტომ მოდი სტილისტიკიდან და უკრაინული ენიდან არა, არა, არ გამომდინარე გვინდა რა, მოდი, რაღაცა არა, ლოგიკური ისეთი ექსპეკულაცია გამოვა და კაი. თავ შევიკავებ. ეგ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიშას დაწერილი არ არის და აა, ამ პოსტმა შეიძლება დღეს და ხვალ იმდენად ვერ დავინახოთ ამისი ზიანი, დღეს და ხვალ, აი მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა პირადად მიხეილ სააკაშვილსაც და იმ პარტიასაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. და საბოლოო ჯამში საქართველოს, იმიტომ და რომ და საქართველოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოსპო ყველანაირი мотиваცია იმისა, ნუ სპორტს ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ მოსპო ბოლომდე და ამერიკას თავისი ხედვები აქვს ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სტრატეგიაში საქართველოს ზის ამერიკის აი გლობალურ სტრატეგიაში განვითარების, მაგრამ ბიჭო мотиваციას რატო უსპობ იმ ადამიანებს, რომ შენ გელაპარაკონ, რომ შენთან მოვიდნენ რაღაცნაირად იმას ქნა, ხო? ეს ერთი, მეორე შენს კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს იმავე ფლანგზე, სადაც შენ იმყოფები, მისცა ძალიან სერიოზული კოზირი. ძალიან სერიოზული კოზირი მიცა, იმიტომ რომ ისინი ყოველ შემთხვევაში თავს ასე პოზიციონირებენ, ჩვენთვის მიუღებელია დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ ამერიკა ჩვენთვის მისაღებია. ანუ ისინი მინიმუმ ამერიკაში პოლიტიკურ უმცირესობასთან, მაგალითად დემოკრატებთან მისასვლელ გზას მაინც იტოვებენ. ხო ასეა, არა? შენ როდესაც ამბობ, რომ ამერიკა არის გადამგდები, რომ ამერიკა არასდროს თავის პირობას არ ასრულებს, ანუ ერთ ქვაბში ხარშავ ყველას, ყველა ამერიკას, ასე არ გამოდის, ასე არ არის? მაშინ შენთან სალაპარაკოთ არავინ არ დაждდება, არც ერთი ფლანგიდან, არც მეორედან და არც მესამედან. ეს ხო ამას ხო უნდა ესა მე საერთოდ ვერ გავიგე ამ პოსტი ერთადერთი რაც თავში აზრად მომდის რომ ეს იყო მცდელობა უკრაინაში არსებული რაღაც მეინსტრიმულ განწყობაზე განწყობისთვის რაღაცნაირად მიწეპება ხო იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით რომ უკრაინაში არის ასეთი მეინსტრიმული განწყობა ანტიტრამპისტული მაგრამ იქაც არ არის ანტიამერიკანისტული ნუ არის ანტიამერიკანიზმი ძალიან დიდი დოზით არის ზოგადად უკრაინაში წარმოდგენილი, მაგრამ მაინც ეს არ არის ვერბალიზებული, ანტიამერიკანიზმი ვერბალიზებული არ არის. თუ ის არსებობს აი იმ ფორმით, რომ ჩვენ აი ტრამპი და მისი პოლიტიკა არ გვიყვარს, არ მოგწონს. ესე რომ ჩვენ ამერიკა არ გვინდა და ამერიკა იქვე ამატებენ, რომ აი ბაიდენი კარგი იყო. ხო ამატებენ ამას არა? ბაიდენი კარგი იყო ჩვენთვის, აი ტრამპი ცუდია. ეს არ ვიცი, ეს არის სულად გაუგებარი და გაუგონარი ამბავი. აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, უტილიტარულის გარდა არის ძალიან სერიოზული ღირებულებითი თემა არის, იმიტომ რომ დასავლეთის ცივილიზაციის და დასავლური კულტურის დღევანდელი კვინტესენცია არის შეერთებული შტატები. დღევანდელი ის ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ დასავლურ კულტურაზე და ცივილიზაციაზე, კი, გასაგებია ბახი, ბეთჰოვენი, შილერი, გოეთე და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს მე-20 და 21 საუკუნეში ამ კულტურის კვინტესენცია, ამ კულტურის ყველაზე მაღალი და ყველაზე ეფექტური გამოვლინება ეს არის შეერთებული შტატები. ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც ამ ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს და ჩამოაყალიბეს და რომელიც მუშაობს უკვე 250 წელია, ხო? ნუ არ ვიცი, მე თუ ასეთ თემებზე მომიწევდა საუბარი, ძალიან დავეცით უმდაბლეს დონეზე ზოგადად და ანუ ეს არის კატეგორიული შეცდომა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ამას არ ჭირდება მოკიბვა და ამ შეცდომას ჭირდება გამოსწორება.
როგორ შეცდომას რო ნუ ეძახი დავარქვათ, ეხლა მე არა, დანაშაული იქნება თუ დადასტურდება, რომ ეს არის წინასწარ განზრახვით და მისი აზრი არის იქ, მაგრამ მე მგონია, რომ შეცდომაა. მე მგონია, რომ შეცდომას გულისხმობ იმას, რომ ვიღაც სააკაშვილთან მიმართებით ვამბობ ელისო შეცდომას. სააკაშვილთან მიმართებით. თუ სააკაშვილის მიერ ეს არ არის სანქცირებული და ისეა გაშვებული, სააკაშვილის მხრიდან ეს არის შეცდომა და მან რეაგირება უნდა გააკეთოს, რომ ეს ჩემს გარეშე მოხდა და თუ აქვს წვდომა და თუ აქვს იმის საშუალება რომ დაინახოს თავის გვერდზე რეებს უდებენ ხო მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით მე ვფიქრობ რომ არა აქვს არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის რაღაცა რიგითი შემთხვევა. მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს არ არის რიგითი შემთხვევა. ამას შეიძლება მოყვეს კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან მძიმე გრძელვადიანი, განგრძობითი შედეგები. იმიტომ რომ მე გარწმუნებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს ქვეყანას მაგალითად იქ 1-2-3 წელიწადში გათავისუფლება ეღირსა რაღაცა ასე ვთქვათ გარემოებების წყალობით, ხო? აი ამ ტვიტს თუ ამ პოსტს კიდე დიდხანს დაგვიდებენ წინ და სუცხვირში გვირტყავენ. გარწმუნებთ მე ამაში. ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამის გამოსწორებას. ძალიან დიდი დრო. ახლა ნახე იმ თუ როგორ უნდა რეაგირებდეს თეთრი სახლის ადმინისტრაცია და ამერიკის საელჩო საქართველოში. ჩვენ დასაწყისში ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რუსულ რეჟიმში თვითონ ოპოზიციაც კი შეუძლებელია. და რუსულ რეჟიმში როგორ ხდება ტყვეებით მანიპულირება კი არა და საერთოდ ტყვეები რა რეჟიმში არიან, ის რომ არაფრისკენ წვდომა არ აქვს, ის რომ ყველაფერს KGB FSB მართავს და რომ ეს პოსტებიც და ეს გვერდიც რომ ნახევრად FSB-ს მართულია, აი ამას ხო უნდა ხედავდეს და ხო ხედავს ამერიკის საელჩო დღეს რეალურ მდგომარეობას ხო გრძნობს? ელისო ეგრე არ არის. მაშინ ეს რას ქვია გრძნობს, შეგრძნებებით ოპერირება არა, არ ხო, ხდება. ანუ შეგრძნებებით არა, მაგრამ ანუ მოდი ესე გავაკეთოთ. მოდი ესე ვთქვათ რა. ამერიკის საელჩოს დაზვერვითი რაღაცა სისტემა ოდნავ მაინც ხო ექნება საქართველოში და ამ სისტემამ ხო იცის როგორი მართლობაა დღეს საქართველოში. ხო იცის რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს წვდომა არაფერთან საერთოდ. ხო იცის რომ მის გვერდს ვიღაცები მართავენ. ამიტომ რო არ მიაწეროს პირდაპირ ეს პოსტი და მისი შინაარსი მიხეილ სააკაშვილს ამის შანსი რო არსებობდეს თუ არსებობს. არა, არ არსებობს და გეტყვი რატო. ეგ შანსი რო არსებობს, აი მოდი მოვიყვანოთ პარალელური მაგალითები, ხო? სააკაშვილის გარდა კიდევ ციხეში არიან სხვა პოლიტპატიმრებიც. მათ შორის მისი პარტიის მაღალი რანგის მაგალითად ლევან ხაბეიშვილი და კიდე რამოდენიმე ადამიანი, ხო? ჩვენ სადმე აი ამ პერიოდში მე ვამბობ ბოლო 3 თვე ავიღოთ, ან ბოლო 4 თვე ავიღოთ, როცა მასობრივი დაპატიმრებები წავიდა, ხო, ადამიანების, რიგითი მოქალაქეებისაც და პარტიების ხელმძღვანელებისაც. ჩვენ რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ პატიმარმა დეზაუირება გაუკეთა იმას, რომ მისი სახელით რაღაცა არასწორად იყო დაწერილი. პრაქტიკულად არც ერთი შემთხვევა არ ვიცით. ლევან, ეს კიდე ერთი დასტურია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხო, ერთი წამი დავამთავრებ რა. ეხლა რაც შეეხება სააკაშვილს. დაუშვათ მის მიმართ ხორციელდება განსაკუთრებული რაღაცა ღონისძიებები, ხო? ანუ სპეციალურად ჭირდებათ მისი გვერდი დისკრედიტირონ. გასაგებია. ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ კვირაში ერთხელ მას აქვს საშუალება თავის ადვოკატებს შეხვდეს. მინიმუმ. ახლა კითხვა. ადვოკატს ხო შეუძლია შეუტანოს ეს განწყობა? და მას რომ აი აქ რაღაცა ეგეთი ხდება. ადვოკატმა შეიძლება საერთოდ ვერ მოტვინოს რომ ეს არასწორი პოსტია. ადვოკატის პოლიტიკურ შეხედულებებში ჩვენ ხო არა ვართ გარკვეულები. ელისო,
მე არ ვიცი შენ რისი თქმა გსურს ახლა მე ვამბობ მე კიდევ იმის თქმა ერთხელ მსურს, რომ ამერიკის საელჩოს უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩადებული პოსტია. არა არ უნდა ესმოდეს ამერიკის საელჩოს უნდა კონდეს ძალიან კაფიო დადასტურება იმისა რომ ეს არის ჩადებული პოსტი თავისით ვერაფერს ვერ მიხვდება თავისით ვერაფერს ვერ მიხვდება აა კიდევ ერთხელ ვამბობ ის რომ ეს პოსტი თქვათ არ არის სააკაშვილის ან მობოდიშება ამ პოსტის გამო მოდი ამას სააკაშვილის მხრიდან იქნება თუ ვიღაცის მხრიდან სვისი მხრიდან იქნება ხო ამ პოსტის გამო მობოდიშება არის გასაკეთებელი ეს მობოდიშება პირველ რიგში უნდა გააკეთოს ვის? ჩემი აზრით ეს მობოდიშება უნდა არ არის თან აუცილებელი რომ ეს მოხდეს კამერების წინაშე და ასე შემდეგ ეს უნდა გააკეთოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპმა აი ვიღაცა, არ ვიცი, თინა ბოკუჩავა ვიღაცა უნდა მივიდეს ამერიკის საელჩოში და თქვას, რომ იცით რა არის, აი ეგეთი პოსტი გავიდა, ჩვენ მას ვაფასებთ როგორც არასწორს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სააკაშვილის დაწერილი არ არის, და ბლა მე ბლა თინას რო ბლა. კითხავენ, აბა ვინ დაწერაო, თინამ უნდა უთხრეს, რომ ვიღაცა ზლაუმიშლენიკი მაშინ უკაცრავად ზის და ზლაუმიშლენიკი მართავს მაგ პოსტს. ოკეი. ამიტომ თინა ესე მომზადებელი არ უნდა მივიდეს. თინა ჯერ უნდა დაელაპარაკოს ადვოკატს, რომელიც შედის და ნახულობს სააკაშვილს. უნდა აუხსნას, რომ ეს იყო არასწორი, იქიდან უნდა მიიღოს ამბავი შესაბამისად ადეკვატური და მხოლოდ ამის მერე უნდა წავიდეს ამერიკის საელჩოში. აი ეს არის გზა. ეს არის გზა. სხვა მაქსიმუმ კიდე შეიძლება ვისგან მიიღონ ასეთი განმარტება, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მაგრამ ნუ ახლა ეს ცალკე საკითხია, მაინც ყოველ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჯობია გაკეთდეს პოლიტიკური ფიგურების დონეზე. გარწმუნებ, იმიტომ რომ ესე უფრო სერიოზულად და ესე უფრო სოლიდურად მოჩანს ყველაფერი რა, ყოველთვის. რეაქცია უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და ეს რეაქცია უნდა იყოს აი დაახლოებით იმ ალგორითმით, რომელიც მე ვთქვი. ესე იგი, ჯერ უნდა მოხდეს თქვენი საუბარი თინა ბოკუჩავამ რო ნახოს, ამის საშუალება გვაქვს? ბატონო, მე არ თქვენი ვიცი საუბარი თინა ბოკუჩავამ რო ნახოს და მე არ ვიცი. მოისმინოს, ამის არ ვიცი. საშუალება გვაქვს? მე 21-ში ვაპირებ მისვლას იქ რა ქვია ციხესთან მიშას დაბადების დღე არის იქ შეკრება იქნება და იქ მე ჩემს გულის ტკივილს დაუფიქსირებ იქ ლიდერშიპიც იქნება პარტიის იმედია და იქ მე დაგზავნაზე მივდივარ სამწუხაროდ და ვერ მოვდივარ არა მე იმ 21-ში დღეს. ვიქნები დარწმუნებული ვარ რომ იქ იქნება ლიდერშიპი პარტიის ახლა ეგ ტრადიციულად მოდიან ხოლმე შეიძლება კონკრეტულად თინა არ იყოს სხვა იყოს არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა და მე ვეთქვი რომ ეს არის აი ასე უნდა ვიმოქმედოთ ამ სიტუაციაში იმიტომ რომ სხვანაირად გაჩუმება და პირში წყლის დაგუბება და იმის იმედად ყოფნა რომ ამერიკელები თვითონ მიხვდებიან რაღაცას არაფერს არ მიხვდებიან ისინი იმას მიხვდებიან რომ გამოვღლევდით უკაცრავად რომ ჩვენ პირში წყალი დავიგუბეთ აი ამას მიხვდებიან ყოველთვის ისა რა ქვია როგორ ის მობილი გამოთქმა თუ რაღაცა ესე იგი ყიყინებს იხუივით, ცურავს იხუივით და დაფრინავს იხუივით, იხთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაღაცა სხვა ფრინველთან და აი ეგრეა. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ კიდე სხვა თემებზე გსურს საუბარი, კი ბატონო სიამოვნებაა. არა, ეს კონკრეტულად მხოლოდ ამ თემაზე მიწვნილი საუბარი გვაქვს დღეს და მართლა ამაზე ვილაპარაკოთ. აი, თუ ყველაფერი ვთქვით, მეც ყველაფერი ვთქვი, სამწუხაროდ. მეტის დამეტება არ პრობლემა შემიძლია, მე მე მგონი გამოსავალს ვერ ხედავ. პრობლემა არა როგორ არ არის გამოსავალი ანუ იმის გარდა რომელიც შენახა თქვი, ხო, ამის გარდა. ნუ ეს არის ყველაზე უფრო სოლიდური გამოსავალი. ჩემი აზრით. ეს ანუ აქ რაღაცა ბავშვური თამაშები და კუკუდამალობანა არ არის საჭირო. მე გარწმუნებთ უბრალოდ და ამას კიდევ ერთხელ ვისაც საჭიროა იმასაც ვეთქვი, რომ ეს არ დაიმალება, ესეთი ამბები არ იმალება რა. აი არ იმალება, ეს არ ისა თან უკრაინულ ენაზე გაკეთებული ისა პოსტი ნუ არ იმალება რა.
ნურავის ნუ აქვს იმისი იმედი, რომ ვიღაცას ეს გამორჩა. ჯერ ეს ერთი იმავე სხვასო ყველაფერს თავი დავანებოთ, სააკაშვილის პოსტის გამომწერებში ალბათ ერთი 10% ჩათვალე, რომ არის ისა, რა ქვია, ოცნების შპიონები კიდე. რომლებიც პირველ რიგში ისინი მიარბენინებდნენ იქ ამერიკის საელჩოში ამ პოსტს. გარწმუნებთ. ამიტომ არაფერი არ დაიმალება და ამ ამბავს უნდა სასწრაფოდ გამოსწორება. იმიტომ რომ თლიანად ესე იგი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება სააკაშვილი, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობაც და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველოს თლიანად. აი ესაა ყველაზე უფრო ცუდი ამ ამბავში. იმიტომ რომ წარმოიქმნება ფონი ინფორმაციული, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს გულისხმობ ამერიკა არ უნდა, არავის არ უნდა. ოკეი, არ გინდა და კარგად იყავით მაშინ რა. არავის არაფერს არ დააძალებს. იტყვიან ძალიან სამწუხაროა, რომ იქ რამდენი აღარ მახსოვს, რამოდენიმე იქ 10 მილიარდი თუ რაღაცა თქვენზე რაც დავხარჯეთ თქვენს ლობირებაზე, თქვენს კადრების მომზადებაზე, თქვენი სამხედროების წვრთნაზე, იმაზე, ამაზე თურმე ალალი იყოს თქვენზე, აი ესე იტყვიან და კარგად ზანდებოდა წავლენ და გაიხურავენ კარებს. მით უმეტეს დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ეს შეიძლება ყველაზე უფრო იული გასაკეთებელი იყოს იმ გაგებით, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა შიდა წინააღმდეგობაც არ ექნება ამ ამბავს. ამაშია საქმე. ამაშია ეს. დავასრულოთ მაშინ და ნახოთ შენი საუბრის მერე ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი იზამს თუ არა რამეს. ხო, იმედია რომ ის ლიდერშიპი, რომელიც გარეთ არის დარჩენილი ჯერ კიდევ. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა ხო, უნდა. კარგი. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.